მოგესალმებით ყველას, დღეს ეს სახალისო ვიდეო უნდა გამოგვივიდეს, გვაქვს ავტომატური ბიბი პნევმატური. ვისროლოთ. Crossman R1 1400 გასროლა წუთში. საცალო, სრული ავტომატური რეჟიმი. ერთი შეხედვით რთულიც კი არ რეალურისაგან გარჩევა. 4 მაგი პიკატინი რელსი, ლულის მუხრუჭი, ღია სამიზნეები, რომელიც პლასმასის არის, მაგრამ თავის საქმეს რა თქმა უნდა აკეთებს. AR-15-ის კონდახი, AR-15-ის პისტოლეტის სახელური, პინგ-პონგის ჩოგანიც კი ფუნქციონირებს, ჩვენი ბერკეტი და მჭიდი, რომელშიც იტენება ბიბიტყვიები და 2 ცალი CO2 სავსი. ჭიდის დატვენა უმარტივესია, მოხსნით გვერდით ახუბს. შიგნით დაგვხვდება პატარა ქანჩის გასაღები და 2 ცალი ადგილი CO2 სავსისთვის. გარდა გვავიწყდეს თავზე 1 წვეთი სილიკონის ზეთი, რათა მუდმივად დაზეთილი კონდეს სისტემა იარაღს. იგივე პროცესი მეორე ავზე. ერთ რაღაცას მივაქციოთ ყურადღება, მარცხენა საწერია პირველი, რომელიც აუცილებლად პირველი უნდა გადაეჭიროს. ფანატიკურ გადაჭერას არ საჭიროებს, როგორც კი შეწყვეტს გაზი გამოშვების ხმას, ეგრევე ვაჩერებთ გადაჭერას. მოვათავსოთ ქანჩი თავის ადგილას, ქანჩის გასაღები და დავაფაროთ ლუფი. კომპლექტაციაში მოყვება სწრაფდამტენი, მიმართველს პერკეტულად მოვდებთ და გივაგზეთ იცის დაჭერით, ჩავყრით ბიბიტყვიებს. ჭიჭი ეტევა 25 ტყვია, 2 ავზით ჯამში მივიღებთ 100-დან 120 გასროლამდე. ვესროლოთ ლითონის ამიზნეს, არ დაგვაუწყდეს სათვალის გაკეთება აწხლტილი ტყვიებისაგან თავის დასაცავად. იარაღს აქვს blowback უკუცემის იმიტაცია, რაც კიდევ უფრო სახალისოს ხდის ავტომატურ რეჟიმში სროლას. კილებთან ერთად გაზიანის ასვლის ბოთლებიც გვაქვს წამოღებული, ვნახოთ რა ზიანს მიაყენებს. შეუძლებელია მოგწყინდეს. ვაიმე, ჩემი აპარატურა. საუკეთესო გასართობია. დღეისათვის ბოლო ტესტი, საზამთრო მოქვს წამოღებული, ვნახოთ რა ზიანს მიაყენებს. როგორც ხედავთ, საკმაოდ დაზიანება მიაყენა, მაგრამ რა თქმა უნდა, გამჭოლი ნასროლი არც ერთი არ იყო. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს მოგეწონათ, მეტი ასეთი ვიდეოს ანახავთ, გამოიწერეთ არხი.